მოგესალმებით მეგობრებო, დავრუნდით შემდეგი ვიდეოთი და ამ კვირას UFC ჩინეთიდან ბრუნდება ლას-ვეგასში თავის მშობლიურ ქალაქში და გვექნება Fight Night-ი main event-ით ბელალ მუჰამედი გაბრიელ ბონფიმის წინააღმდეგ. Welterweight-ის ყოფილი ჩემპიონი ბელალ მუჰამედი შეეცდება დაიბრუნოს თავისი დიდება. ამისთვის მან მის შემდეგ ჯგუფში, ამ ჯგუფში უნდა დაამარცხოს ახალგაზრდა ბრაზილიელი ვარსკვლავი გაბრიელ ბონფიმი, რომელსაც მხოლოდ ერთი წაგება აქვს UFC-ში და რეკორდი 19-1-ია. ამ ქარდზე co-main ჯგუფს ვიხილავთ ბრენდან ალენსა და ედმენ შაჰბაზიანს შორის. ქარდზე ასევე გვყავს lightweight-ის ამომავალი ვარსკვლავი ფარეს ზიამი, ფრანგი მებრძოლი, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურება. ბოლო ბრძოლებია და დაუპირისპირდება ტომ ნოლანს, რომელსაც 4-კაციანი winning streak-ი აქვს. ასევე ვიხილავთ flyweight-ების დაპირისპირებას ორ მკვლელ მებრძოლ ბრუნო სილვას და ედგარ შაირეს შორის. Main card-ში ასევე გვყავს პოლონელი ხარი დაუმარცხებელი ივო ბარანიევსკი, რომელიც შეეცდება თავის სასიკვდილო ლისტს მიაწეროს ჯუნიორ ტაფას სახელი. ჩვენიერი ჯიგრული Fight Night-ი შეიკრა საბოლოო ჯამში და დავიწყოთ ჩვენი ვიდეო. თხოვნა მექნება დავალაიქოთ ვიდეო, გამოვიწეროთ არხი თუ არ გაქვს გამოწერილი და დამიწერეთ კომენტარები. სანამ ამ კვირის განხილვას დავიწყებ, ტრადიციულად ჩავხედოთ წინა განვლილ კვირას. ჩინეთის ქარდი გქონდა, მოგეხსენებათ წინა ქარდი და პროგნოზების მხრივ ძალიან კარგად წამოვიდა, საერთო საბოლოო ბალანსი გამოვიდა 10-1-ზე, ჩემი პროგნოზების. ძალიან კაი შედეგია. თითქმის მთლიანად დაისვიფა ქარდი. ჯერ კიდე არ მქონია აქამდე ისეთი შემთხვევა, რომ ესე მთლიანად საერთოდ ყველა ჩხუბი სწორად გამომეცნო, მაგრამ იყო რამდენიმე შემთხვევა, სადაც ერთი ან ორი ბრძოლა დამაკლდა. ამ შემთხვევაშიც ერთმა ბრძოლამ გააფუჭა ეს ქარდი, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ ბეთინგის მხრივადაც. ძალიან მაგრა წამოვიდა, ვინც უყურებთ ჩემ ბეთინგის ვიდეოებს. ფერს არ ვილაპარაკებ მაგაზე, ბეთინგ ვიდეოც, ამ კვირის ბეთინგ ვიდეოც იქნება და მანდ უფრო დაწვრილებით ვილაპარაკებ. ერთადერთი რაც იყო იმ ქარდზე, მოულოდნელი ჩემთვის, დანარჩენი თითქმის ყველაფერი ისე მოხდა, ზუსტად როგორც ვფიქრობდი. ერთადერთი მთავარ ჯგუფში სონგი ადონგის ფინიშს სამიშენს ნახდად არ ველოდებოდი ეგრე, მართალია დაფიქული მქონდა სონგი თავიდანვე თან მეორე რაუნდში დააფინიშა ფიგი, ნახდად არ მეგონა თავისივე საფირმო გილიოტინით თუ დაამარცხებდა. ისეთი რაღაცეები ხდება ხშირად, რასაც არავინ არ ელის. ეს აძლევს ამ სპორტს ესეთ სილამაზეს და ზუსტად ამიტომ გვიყვარს ჩვენ და ამიტომ ასე ველოდებით ყოველკვირეულად. ამ კვირას როგორც ხედავთ, შეიდები თუ არ, ჩვენივრად წავიდა წინა კვირა და იმედი მაქვს ესე გავყვებით. დავიწყოთ ჩვენი ამ კვირის განხილვა. პირველი ჯგუფით, მთავარი ჯგუფით ვიწყებ, როგორც ტრადიციულად. ერთ მხარეს გვყავს ბელალ მუჰამედი, welterweight-ის ყოფილი ჩემპიონი. 37 წლის ასაკშია, შეიძლება ითქვას ასაკშია უკვე შესული. ბოლოსკენ მიდის ბელალის კარიერა, იმდენად არ მგონია აწი განვითარდეს და რამე ისწავლოს ისეთი და შეცვალოს. ვფიქრობ ახლა შეეცდება დარჩეს იმ დონეზე, რა დონეზეც ახლა ჩხუბობს, მოგეხსენებათ ყოფილი ჩემპიონი იყო. ერთი ბრძოლის წინ დაკარგა ქამარი. welterweight-ის რანკინგში მე-6 ნომერია და ახლა შეეცდება რომ შეინარჩუნოს ეს ადგილი, იმიტომ რომ უკან ჩხუბობს, ებრძოლება მე-15 ნომერ გაბრიელ ბონფიმს. ამ მოგების შემთხვევაში უბრალოდ შეინარჩუნებს თავის ადგილს და უკვე შემდეგ მერე იფიქრებს წინ წასვლაზე. ორკაციანი losing streak-ი აქვს, ქამარი დაკარგა ჯეკ დელა მადალენასთან და იმის მერე ბოლოს გარის ეჩხუბა. აღსანიშნავია ის, რომ decision-ის წააგო ორივე ჩხუბი, არ დაფინიშებულა, საერთოდ ბოლოს როცა დაფინიშდა, იყო 2016 წელს ვინსენტ ლუკის წინააღმდეგ, იმის შემდეგ ძირითადი მოგებებიც და წაგებებიც სულ decision-ები აქვს. არის საკმაოდ შეკრული მებრძოლი. დგომში შეუძლია ჩხუბი, როცა სჭირდება ჭიდაობს კიდევაც. მე ესე ჩამოვაყალიბებდი, მგონია რომ ელიტური სტრაიკინგი არ აქვს ამ კაცს, არც ჭიდაობა არ აქვს ელიტური და არც გრეპლინგი. ყველაფერი საშუალოზე კარგად იცის, მაგრამ აგერ ზუსტად ამ სკილებით ჩემპიონი გახდა. მის მეტოქე გაბრიელ ბონფიმს რაც შეეხება 19-1-ზე აქვს ბალანსი და ის ერთი წაგება რაც აქვს UFC-ში ნიკოლას დალბისთან. მანამდე ორი ჩხუბი იჩხუბა UFC-ში, ორივე საბმიშენით მოიგო. ძალიან მაღალი დონის გრეპლერია, როგორც თქვი ბელალზე რომ არ ქონდა არაფერი ესეთი უმაღლესი დონის. ვფიქრობ გაბრიელ ბონფიმის შემთხვევაში, გაბრიელ ბონფიმს აქვს ელიტარული დონის გრეპლინგი, უпростоრად შეიძლება ითქვას MMA გრეპლინგი აქვს ძალიან მაღალი დონის. ორი ჩხუბი იჩხუბა, ორივე საბმიშენით მოიგო. შემდეგ ნიკოლას დალბისთან
წააგო, შეიძლება ითქვას, რომ ფროჩეკი გაუკეთა დალბიმ, იმიტომ რომ აქამდე ჩანდა ისე როგორც დაუმარცხებელი მონსტრი, დანავეთის კონტენდერების სერიაში აქვს მოპოვებული კონტრაქტი, იქაც საბმიშენით მოიგო და დალბიმ როგორც მოუგო ეს ჩხუბი იყო, რომ გადაიტანა ეს ბონფიმის პირველი რაუნდის ქარცეცხლი, დაიღალა მეორე რაუნდში ბონფიმი და მიყვა დალბი დაანოკაუტა. იმის შემდეგ როგორც ჩანს და როგორც ხედავთ, 4 კაციანი ვინინგ სტრიკი აქვს ბონფიმს, აშკარად ისწავლა ჭკუა წაგების შემდეგ, ჯერ ანჯელოსას მოუგო, ხაუს უილიამსთან აქვს შემდეგ ისევ საბმიშენით. სტიფენ ტომპსონს მოუგო, შემდეგ split decision-ი, წინა წელს მოუგო სტიფენ ტომპსონს, 2015 წელს იჭხუბა, უკვე 42 წლის სტიფენ ტომპსონს, ბებერია ძალიან ტომპსონი, თავის ნახევარის აღარ არის დარჩენილი და ვფიქრობ, რომ ტომპსონმა ეგ ჩხუბი მოუგო, ძალიან ცუდი ჩხუბი იყო, ძალიან არ მომეწონა მაგ ჩხუბში ბონფიმი, მაგრამ აგერ შემდეგ ბოლო ჩხუბში რენდი ბრაუნთან ჩვენივრად მეორე რაუნდში მუხლით დააგდო ბრაუნი და გათიშა, ძალიან კარგად იყენებს მუხლებს და იდაყვებს დგომში, აქამდე მსგავსი ნოკაუტი არ ქონია, მაგრამ რო ჩავხედოთ მის წინა ჩხუბებს, სულ კარგად იყენებს ხოლმე მუხლებს. მთლიანობაში სტრაიკინგში დიდად არ ბრწყინავს, როგორც თქვი მუხლებს და იდაყვებს კი იყენებს, მაგრამ ძალიან basic კრივი აქვს. ძირითადად უპირატესობა აქვს ხოლმე თავის მეტოქეებთან სიმაღლეში, გრძელი ხელები აქვს, გრძელი ფეხები აქვს და ბელალ მუჰამედთანაც ზუსტად ეგ უპირატესობა იქნება ამ ჩხუბში. ვფიქრობ დგომში ძალიან თანაბარი ჩხუბი გვექნება. გრეპლინგში ვფიქრობ გაბრიელ ბონფიმს აქვს უპირატესობა ბელალ მუჰამედზე. არც თუ ისე დიდი, მაგრამ უფრო კარგი ჯიუ-ჯიტსუ აქვს და ჭიდაობას რაც შეეხება, აი სუფთა ჭიდაობით მგონია ბელალი უფრო აჯობებს, მაგრამ იმდენად კარგი გილიოტინა აქვს ბონფიმს, რომ ვფიქრობ შეუქმნის რაღაც სირთულეებს ბელალს, თუ ბელალმა შეეცადა ტეიქდაუნები მის წინააღმდეგ. ჩვენ ნახეთ ბელალის ჩხუბი ჯეკ დელა მადალენასთან, სადაც 5 რაუნდი ძირითადად დგომში გაიმართა. ბოლოსკენ დაიწყო ბელალმა ჭიდაობა და ბოლოსკენ ცდილობდა, მანამდე საერთოდ არ ქონდა მცდელობა და გაუკაჩა მოკლედ სტრაიკინგში ჯეკ დელას. ჯეკ დელა ვიცით ძალიან მაგარი მოკრივეა, ძალიან მაგარი სტრაიკერია. შვენივრად ედგა ჩემი აზრით, ეგ წაგებული მარცხი საუკეთესო ჩხუბი იყო მის კარიერაში. გაკვირვებული ვიყავი, კი იზახდა ბელალი, რომ კანელოს ხელები მაქო და წარმოვაჩინო. არ იყო ეგ კანელოს ხელები მართალია, მაგრამ მართლა კარგად იჭხუბა დგომში. ვფიქრობ, ძირითადად დგომში გაიმართება ეს ჩხუბი. მგონია, რომ უფრო ბონფიმი უნდა შეეცადოს, რომ ჩაიყვანოს ძირს მუჰამედი და რამე მოუძებნოს ძირს. ფინიშერია ბონფიმი და თავიდანვე შეეცდება, რომ დააფინიშოს მუჰამედი, ხოლო ბელალი პირიქით შეეცდება, რომ გაწელოს ეს ჩხუბი და ბოლო რაუნდებში მოუხერხოს რამე ბონფიმს ან decision-ით მოიგოს. თან ნიკოლას დალბის ჩხუბი აქვს ბელალს, რომ გადახედოს და ნახოს როგორ გააკეთა დალბიმ. დალბიც არ არის უმაღლესი დონის მებრძოლი და მოახერხა დაღალა ბონფიმი. წესით მსგავსი გეგმა ექნება ბელალს ბოლოსკენ, რაც უფრო ბრძოლა განვითარდება. ბელალ მუჰამედის შანსები უფრო გაიზრდება. ბოლო ჩემპიონი იყო, 5 რაუნდი აქვს რამდენჯერმე ნაჩხუბარი. ბონფიმს მსგავსი გამოცდილება ჯერ არ ქონია კარიერაში. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, 1.76 აქვს ბელალ მუჰამედს, ბონფიმს აქვს 2.03. ჩემ პროგნოზს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში მივენდობი ბელალ მუჰამედის გამოცდილებას, ამ 5 რაუნდიანი ჩხუბების გამოცდილებას და თან იმას, რომ ძალიან ამტანია ბელალი, გადაიტანს ბონფიმის ძლიერ პირველ მეორე რაუნდს და ბოლოსკენ ან ბოლო რაუნდებში დააფინიშებს, ან decision-ით დარჩება გამარჯვებული. ბონფიმის სტიფენ ტომპსონთან ჩხუბს უბრალოდ ვერ ვიგდებ თავიდან, ძალიან ცუდი ჩხუბი იყო, ძალიან არ მომეწონა ბონფიმი. დიდად საერთოდ არ ვარ ამ მებრძოლით აღტაცებული, არ მგონია, რომ top 5-ის კაცი იყოს. ვფიქრობ, რომ ეხლა ბელალ მუჰამედი მოახერხებს და დარჩება გამარჯვებული. გადავიდეთ common event-ზე, ბრენდან ალენი ყავს ედმენ შაჰბაზიანის წინააღმდეგ, middleweight-ების ჩხუბი გვექნება. ცოტა უცნაური ჩხუბია ეს, იმიტომ რომ ბრენდან ალენმა თავისი წინა ჩხუბი მოუგო დერიდერს და დერიდერს შემდეგ ამ წაგებით მისცეს კაიო ბორალიოს ჩხუბი და ბრენდან ალენს ედმენ შაჰბაზიანი მიცეს არსაიდან. მეხუთე ნომერია ბრენდან ალენი რანკინგში, შაჰბაზიანი 22 ნომერზეა ეხლა. მართალია ბოლო ჩხუბები კარგად გამოიყურება შაჰბაზიანი, სამკაციანი ვინინგ სტრიკი აქვს.
მაგრამ ვფიქრობ ალენი უფრო კარგ ჩხუბს იმსახურებდა, ასე რომ ძალიან კარგი შანსია ეს შაჰბაზიანისთვის, რომ შევარდეს პირდაპირ ტოპ-10-ში. პირდაპირ გეტყვით, რომ ამ ორი მებრძოლის დიდი ფანი საერთოდ არ ვარ და დიდად არ მომწონს არც ერთი. ედმენ შაჰბაზიანის ბოლო ჩხუბი წაგება, რაც აქვს ამ სამკაციან winning streak-ამდე არის მოდის ჯერალდ მილშართან 2024 წელს 2 წლის წინ, რაც ჩემი აზრით ძალიან ცუდად ჩანს ბებერ მილშართან წააგო, მეორე რაუნდში დაფინიშდა. თავიდან მართალია კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლოს დაიღალა და დაფინიშდა. მსგავსად როგორც main ჩხუბში გვაქვს აქაც როგორც ბონფიმი, შაჰბაზიანიც მსგავსად გამოიყურება ხოლმე, ძირითადად თავიდან ძალიან საშიშია და თავიდანვე თუ არ დააფინიშა თავისი მეტოქე, შემდეგ იღლება ხოლმე და ბოლო რაუნდებში ძალიან ცუდად გამოიყურება. ეს ბოლო 3 მოგება რაც აქვს, ამ 3-დან 2 აქვს პირველ რაუნდში. ბრენდან ალენს რაც შეეხება, დერიდერს მოუგო, როგორც თქვი ბოლოს, იმის წინ ვეტორისთან აქვს 3 რაუნდიანი ჩხუბი მოგებული. კაი მოგებებია, ეს ორი მოგება, ბევრად უფრო უკეთეს მეტოქეებთან აქვს გამარჯვებები მოპოვებული ვიდრე შაჰბაზიანს და საერთოდ მთლიან კარიერას რო ჩავხედოთ, აგერ მანამდე 2 წაგება აქვს ზედიზედ ენტონი ჰერნანდესთან და ნასრუდინ იმამოვთან, რომლებიც არიან ამ წონის ტოპ მებრძოლები. ვფიქრობ შაჰბაზიანისთვის ალენი იქნება ყველაზე დიდი ტესტი მის კარიერაში. ალენი შაჰბაზიანის განსხვავებით არ იღლება და ბოლო რაუნდებს ძირითადად უფრო კარგად ჩხუბობს ხოლმე. დერიდერთანაც, დერიდერმა თავიდან პირველი 2 რაუნდი მოუგო, ძალიან აქტიურად დაიწყო და ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ შემდეგ დაღალა და ზუსტად აი ამ დაღლის გამო მეოთხე რაუნდში დანებდა დერიდერი, ისეთი დაღლილი იყო, უბრალოდ აღარ გამოვიდა, მეხუთე რაუნდი აღარ დაიწყო, ვეღარ შეძლო ფიზიკურად. სტილებს რაც შეეხება ამ ორი მებრძოლისას, ძალიან გვანან ერთმანეთს. გომში ჩხუბობენ ორივეს აქვს ნოკაუტის ძალა. და ორივეს აქვს გრეპლინგი, ორივეს შეუძლია მტკივნეულების გაკეთება მიწაზე. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, დიდი ფავორიტია, ალენი უფრო დიდი ფავორიტი იყო წინა დღეებში 1.44 აქვს ეხლა შაჰბაზიანს 2.73 აქვს და ვიტყვი რომ ამ ჩხუბში ბრენდან ალენი დარჩება გამარჯვებული ჩემი აზრით. ვფიქრობ უფრო მაღალი დონის მებრძოლია, უფრო დიდი გამოცდილება აქვს, უფრო კარგ მებრძოლებთან აქვს ნაჩხუბარი. თან ეს fight camp-ი აქვს ხამზატთან ერთად გავლილი, ხამზატი სანამ იჩხუბებდა თავის საჩემპიონო ჩხუბს შონ სტრიკლენდთან. ბრენდან ალენი ხამზატის ერთ-ერთი სპარინგ პარტნიორი იყო, ეხმარებოდა და აქეთაც იღებდა რა თქმა უნდა დახმარებას. ვფიქრობ მომზადებული უნდა იყოს შაჰბაზიანს რაც შეეხება, შაჰბაზიანი მოგეხსენებათ შონ სტრიკლენდის გუნდელია და ექსტრემ კუჩურში ვარჯიშობს, ანუ ის შონთან ემზადებოდა ეს ხამზატთან. აქ ვფიქრობ რომ ხამზატის გუნდის წევრი მოიგებს. ჩავიდეთ ქვემოთ, ფარეს ზიამი ყავს, ფრანგი მებრძოლი, ტომ ნოლანის წინააღმდეგ. ფარეს ზიამი ბოლოს უკვე 7 ჩხუბია, მოგებები აქვს. მისი ბოლო წაგება მოდის ტერენს მაკკინისთან, პირველ რაუნდში წააგო, მაგრამ არ არის ძალიან ცუდი წაგება ჩემი აზრით, იმიტომ რომ ტერენს მაკკინი ის მებრძოლია, რომელსაც პირველ რაუნდში ამ წონაში ლაითვეიტში საერთოდ ყველა მებრძოლთან აქვს შანსი, გამოდის და ყველაფერს დებს. ძალიან ისეთი ჩხუბი იყო, ჩაიყვანა და რეარ ნეიქედით დააფინიშა. უბრალოდ ფიქრის საშუალება არ მისცა მაკკინი, ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი ზიამისთვის, ზუსტად მაგითო წააგო. ეხლა რო იჩხუბონ, ვფიქრობ რომ ზიამი დაამარცხებს მაგ ჩხუბის მერე, შვენივრად ჩხუბობს, ძალიან მაგარი მოგებები აქვს, ბოლო მოგებები განსაკუთრებულად მეტფრეულად დააფინიშა მესამე რაუნდში ძალიან მაგარი მუხლით. გათიშა გააძრო თავი, მანამდეც უგებდა საერთოდ მაგ ჩხუბს და აგერ ბოლო ჩხუბი ნაზიმ სადიხოვთან მეორე რაუნდის ფინიშით. ძალიან მაგარი მოგებაა ესეც. სადიხოვს ბალეში გოვდი, საერთოდ სადიხოვი ძალიან მომწონს, არ მეგონა, მაგრა გამაკვირვა ზიამმა, ესე რომ დაამარცხა სადიხოვი. მოიპოვა ჩემი კეთილგანწყობა. ვფიქრობ ძალიან კარგად მიდის ეხლა ზიამი და თუ ესე გააგრძელა, ბევრს მიაღწევს. ტომ ნოლანს რაც შეეხება 2024 წელს შემოვიდა UFC-ში, კონტრაქტი აიღო დანავეთის კონტენდერების სერიაში და პირველი ჩხუბი ნიკოლას მოტასთან წააგო, პირველივე რაუნდში შევიდა გასვლებში მოტასთან და მოტამ ძალიან მაგარი მარცხენა კროსი მოარტყა, გააგორა. თუმცა იმის შემდეგ აგერ 4 ჩხუბია, winning streak-ი აქვს, 2 ფინიში აქვს ამ 4 ჩხუბიდან. ვფიქრობ, რომ ფარეს ზიამთან შედარებით
ბევრად დაბალ დონეზე აქვს ნაჩხუბარი. ბოლოს კემბელს მოუგო, პირველი რაუნდის ფინიში აიღო, მაგრამ ზიამისნაირი მეტოქე შემიძლია თავისუფლად თქვა, რომ აქამდე არ შეხვედრია. ფიქრობ ძალიან დიდი ტესტია ეს ტომ ნოლანისთვის. ძირითადად დგომში იწყებს ხოლმე ჩხუბს, ცდილობს თავიდანვე მიაწვეს თავის მეტოქეს და ხშირად შედის ხოლმე გასვლებში. ნიკოლას მოტასთან არ გამოუვიდა ეს და დამარცხდა მან, მაგრამ სხვა ჩხუბებში გაამართლა ამ სტრატეგიამ. ამ ჩხუბში ვფიქრობ, მსგავსი სტრატეგია ექნება ტომ ნოლანს, თავიდანვე შეეცდება გასვლებში ჩაიყოლოს ზიამი და რამე მოუნახოს, გაარტყას, თქვათ, ფეხზე და ჩავიდეს მერე ძირს და დაასაბმითოს ან ground pound-ით მიყვეს. ნანახი გვაქვს ჩვენ რომ ზიამი არის დაფინიშებული. ტენეს მაკინი ზუსტად რეალ ნეიქედით დააფინიშა. დანარჩენ ასპექტებში ვფიქრობ, ყველაფერში უნდა აჯობოს წესით ზიამმა. ტექნიკურად უკეთესია, უკეთესი დგომი აქვს. გრეპლინგშიც, ანუ სუფთა გრეპლინგშიც ვფიქრობ, ზიამი უკეთესია, მშვენიერი გრეპლინგი აქვს ზიამს, მაგრამ აი რაც თქვი, ტომ ნოლანის ეს სტილი თავიდანვე რომ ცდილობს გასვლებში შეიხოლიოს, ვფიქრობ ძალიან კაი სტრატეგია იქნება ზიამის წინააღმდეგ. სხვანაირად უბრალოდ ვერ ვხედავ ტომ ნოლანის გამარჯვებას ამ ჩხუბში. კოეფიციენტებს რაც შეეხება 1.29 ზიამს დიდი ფავორიტია ძალიან. ტომ ნოლანს აქვს 3.53 და ჩემი პროგნოზი იქნება, რომ ზიამი გაიმარჯვებს. ძალიან ჭკვიანია ზიამი, ვფიქრობ, არ შეყვება გაცვლებში, დაუდგება თავის დისტანციაზე და დაშლის. არ ვფიქრობ, რომ ტომ ნოლანი თავიდანვე ჭიდაობას შეეცდება აქტიურად. ვფიქრობ ასევე ძალიან აგრესიულად თუ დაიწყებს, შეიძლება თავიდანვე რამე უკანა ფეხზე ჩაუცვას ზიამმა და გათიშოს თავიდანვე, მაგასაც არ გამოურიცხავს საერთო ჯამში. ძალიან მომწონს ზიამი ამ დაპირისპირებაში და ვფიქრობ, რომ ტომ ნოლანს აუცილებლად დაამარცხებს. გადავიდეთ შემდეგ ჩხუბზე, რაც გვაქვს. ჩვენი ძმა ბრაის მიჩელი აწუყვე ბენთემოიტში ჩასული ბრაის მიჩელი სანტიაგო ლუნას წინააღმდეგ. ბრაის მიჩელს უნდა ეჩხუბა ვიქტორ ჰენრისთან. ვიქტორ ჰენრი ამოვარდა ამ ჩხუბიდან, ვერ შეძლო ჩხუბი და short notice-ია ეხლა მისთვის სანტიაგო ლუნა. ერთი ჩხუბი აქვს მხოლოდ და მხოლოდ ჯერჯერობით ჩატარებული ბრაის მიჩელს ბენთემოიტის დივიზიონში, მოიხსენებათ ფედერვეიტში ჩხუბობდა. გახსოვთ ალბათ ყველას კარგად ილიასთან მისი ჩხუბი, როგორ გადაუარა ილიამ. სულ ამბობდა, რომ პატარავა რომ ფედერვეიტისთვისო შემიძლიაო, ბენთემოიტისთვის წონის დაკლებაო, ვფიქრობ, კაი ნაბიჯია მისი ბენთემოიტში ჩასვლა, მშვენივრად იკლებს წონას, არ აქვს დიდი პრობლემები არ ექმნება საერთოდ და პირველი ჩხუბიც, რაც იჩხუბა საიდ ნურმაგომედოვთან, მშვენივრად მოიგო, ეჭიდავა ნურმაგომედოვს თავის ბრაის მიჩელმა თავის სტილში მოუგო, მძიმე ჭიდაობით. მართალია ქონდა შანსები ნურმაგომედოვსაც და ახლო ჩხუბი იყო საკმაოდ, მაგრამ საბოლოო ჯამში აშკარად გამარჯვებული იყო ბრაის მიჩელი. სტილს რაც შეეხება, როგორც თქვი, მძიმე მოჭიდავეა, ძირითადად თავისი გამარჯვებები ზუსტად თავისი ამ ჭიდაობით მოდის. ხოლო სანტიაგო ლუნას რაც შეეხება, სანტიაგო ლუნა არის 21 წლის მებრძოლი, ძალიან ახალგაზრდაა, დაუმარცხებელია, 8-0-ზე აქვს ბალანსი. UFC-ს ახალწეულია, სულ 2 ჩხუბი აქვს UFC-ში ჩატარებული. პირველი ჩხუბი წინა წელს ჩაატარა, short notice ჩხუბზე ქვანგლის ჩაუდა და დააფინიშა პირველ რაუნდში, აჩვენა თავისი სკილები. ძირითადად ფინიშერია. ყველა ჩხუბი ფინიშით აქვს მოგებული. ერთადერთი ჩხუბი decision-ამდე რაც მივიდა, იყო თავისი წინა ჩხუბი ანხელ პაჩეკოს წინააღმდეგ, მაგრამ ანხელ პაჩეკო არის ძალიან გამძლე მებრძოლი, მისი დაფინიშება თითქმის შეუძლებელია და ამ ჩხუბშიც აჩვენა სანტიაგო ლუნას წინააღმდეგ. ძალიან დიდ დარტყმებს უტარებდა ლუნა, ეჭიდავებოდა კიდევაც, ძირსაც ცდილობდა რამე მოენახა, მაგრამ ვერაფერი, უბრალოდ გადაიტანა ეგ ჩხუბი პაჩეკომ. ბოლო ჩხუბი როცა მოიგო პაჩეკოს წინააღმდეგ, ალექსანდრე თოფურია გამოიძახა და საერთოდ ბევრს ლაპარაკობდა ალექსანდრეზე, უნდა რომ ეჩხუბოს ალექსას, რაც არ მგონია ჭკვიანური, მთლად ჭკვიანური მის მხრიდან, იმიტომ რომ ძალიან გამოუცდელია და ვფიქრობ, რომ ალექსანდრე გადაუვლის და უბრალოდ დაუმახინჯებს კარიერას. ეხლა ექნება შანსი ბრაის მიჩელთან დაამტკიცოს, თუ მართლა მაღალი დონის მებრძოლია. ვფიქრობ, ძალიან მაგარი შანსია ბრაის მიჩელი მისთვის, იმიტომ რომ დიდი სახელია ბრაის მიჩელი და თუ მოუგებს, ამის შემდეგ ძალიან კაი ჩხუბს მიცემს UFC. იძახიან, რომ ბაზა აქვს ჭიდაობისო სანტიაგო ლუნას. აჩვენა პაჩეკოსთანაც თავისი ჭიდაობის სკილები, მაგრამ ვფიქრობ, უფრო სტრაიკერია, ვიდრე მოჭიდავე.
ძალიან კაი დგომი აქვს მართლა, ძალიან კარგად მუშაობს, ძალიან sharp striking-ი აქვს და ამ დაპირისპირებაში ვფიქრობ, რომ ექნება შანსი ბრაის მიჩელთან. დგომში განსაკუთრებით ბრაის მიჩელს ძალიან ცუდი დგომი აქვს. ეს თუ მოახერხა და ბრაის მიჩელის ტეიქდაუნები დაიბლოკა, გააჩერა ჩხუბი დგომში, შანსი ექნება, რომ დაშალოს ბრაის მიჩელი. გვინახავს ჩვენ ბრაის მიჩელი ფეხზე გათიშული, გახსოვთ ალბათ ჯოშემეტის მძიმე მარჯვენით, როგორ გაყინა ჯოშემეტმა და ასევე გვინახავს დგომში დაშლილი ბრაის მიჩელი, თუნდაც ილია თოფურიას მიერ და აგერ ბოლოს კიდე ჟან სილვამ გადაუარა საერთოდ ყველაფერი გაუკეთა რაც უნდოდა. თუ მოახერხა სანტიაგო ლუნამ და დაიცვა თავი ტეიქდაუნებისგან, ბრაის მიჩელის ტეიქდაუნებისგან, ვფიქრობ, განწირულია უბრალოდ ამ ჩხუბში ბრაის მიჩელი. 1.69 აქვს კოეფიციენტი მიჩელს, ფავორიტია 2.13 აქვს ლუნას და ჩემი პროგნოზი იქნება, რომ სანტიაგო ლუნა დაამარცხებს ბრაის მიჩელს. მივენდობი ახალგაზრდა მებრძოლს, მართალია short notice-ია და ესეთ მძიმე მოჭიდავესთან აქამდე არ უჩხუბია, თუნდაც ესეთ გამოცდილ მებრძოლთან ბრაის მიჩელი ძალიან დიდი ხანია UFC-შია, როგორც ჩამოთვალე, ძალიან ბევრ featherweight-ის მაღალ დონეზე ძალიან ბევრ მებრძოლთან აქვს ნაჩხუბარი. გამოცდილებით რა თქმა უნდა უპირატესობა აქვს მიჩელს, მივენდობი ლუნას და გავაკეთებ underdog picks. შემდეგ ჩხუბი ჩავედით სულ ქვემოთ flyweight-ებში, მათ შნელი დაუპირისპირდება ალესანდრო კოსტას. მათ შნელი არის UFC ვეტერანი, რომელიც ძალიან დიდი ხანია UFC-ში 2016 წლიდან ასპარეზობს. მახსოვს retirement-ი, პენსიაზე გავიდა, retirement-ი გამოაცხადა კოდი დურდენის ჩხუბის შემდეგ 2024 წელს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წაგებები ჰქონდა ზედიზედ. ვფიქრობ, ამ კაცის ყბა მორყეულია და საკმაოდ ადვილად ითიშება, მაგრამ დურდენის მერე ერთ წელში დაბრუნდა, გამოვიდა პენსიიდან. ჯიმი ფლიქსს ეჩხუბა, მოიგო ეგ ჩხუბი და ბოლოს ჯოზეფ მორალეს აჩხუბეს. მორალესმა პირველ რაუნდში გილიოტინით ყინულით დააფინიშა. ჯოსეფ მორალესი ახალგაზრდაა, ახალწვეულია UFC-ის და დიდი მომავალი აქვს ჩემი აზრით. ჯიმი ფლიკთანაც არ ქონდა ისეთი არაფერი განსაკუთრებული ჩხუბი, თან ჯიმი ფლიკიც საკმაოდ დაბალი დონის მებრძოლია. ეხლა ამას შეახვედრებენ ალესანდრო კოსტას, რომელიც მშვენივრად გამოიყურება, 15-5-ი აქვს ბალანსი. მოგეხსენებათ, ლოპეზის გუნდელია, დიეგო ლოპეზის სპარინგ პარტნიორია. ბოლო ჩხუბი ეხლა ხანს ვიხილეთ, წინა თვეში, აპრილში ჩხუბა სტიუარტ ნიკოლთან, მეორე რაუნდში left hook-ით ტანში სტიუარტ ნიკოლი გააგორა. ძირითადად დგომში იწყებს ხოლმე და ცდილობს, რომ დგომში მოუხერხოს რამე თავის მეტოქეს, მაგრამ ძირს თუ მოუწია, ძირსაც მშვენივრად ჩხუბობს, ტეიქდაუნებიც აქვს და შავი კამარია ჯიუ-ჯიტსუში. ნიკოლის წინ აიდენ კორიასთან აქვს მესამე რაუნდში ფინიშის წაგება, მანამდე ბორშასთან აქვს მოგებული. საერთო ჯამში ვფიქრობ, ალესანდრო კოსტა ბევრად კარგი მებრძოლია, ვიდრე მათ შნელი, როგორც თქვი, მათ შნელის ყბა ძალიან არ მომწონს და ვფიქრობ, რომ ამ ჩხუბში დიდი შანსი ექნება კოსტას, რომ დაანოკაუტოს ის, ან დააგდოს, ანუ ნოკდაუნი მიცეს და ძირს რამე საბმიშენი გაუკეთოს. კოეფიციენტების მეთანხმებიან 1.12 აქვს ალესანდრო კოსტას. ხო, მათ შნელს 5.90 კოსტა არის ყველაზე დიდი ფავორიტი ამ კარტზე და ვფიქრობ, რომ მათ შნელს დააფინიშებს და ჩემი პიკი იქნება ალესანდრო კოსტას გამარჯვება. გადავედი და მივადექით ჩემ ფავორიტ ჩხუბს ამ კარტზე, ივო ბარანიევსკი, ჯუნიორ აფას წინააღმდეგ. ივო ბარანიევსკი პოლონელი მებრძოლი, დაუმარცხებელი 8-0-ზე ბალანსით, მესამე ჩხუბს ჩაატარებს UFC-ში, დანა ვაიტის კონტენდერების სერიიდან მოდის. ორივე ჩხუბი რაც მოიგო, ორივეში ბონუსი აქვს აღებული, ორივე პირველ რაუნდში მოიგო, პირველი რაუნდის ნოკაუტით. იბო ასლანთან ალბათ გახსოვთ, ის ლეგენდარული ჩხუბი, წინა წლის ჩხუბი, რაც მხოლოდ სულ რაღაც წუთნახევარი გაგრძელდა და ბევრი MMA ფანისთვის საერთოდ წლის ჩხუბი იყო. თავიდან იბო ასლანმა დაიჭირა დარტყმაზე. ივომ შეჭამა იბოს ეს ძლიერი დარტყმა
და აქეთ მიაწვა მერე და აქეთ დააფინიშა. მაგის მერე ეხლა ბოლოს 21 მარტს იჩხუბა ოსტინ ლეინთან. ოსტინ ლეინის ეგრევე გააგორა. ისე ჩანს ჯერჯერობით იო ბარანიევსკი რო არის მკვლელი სტრაიკერი, ეხება რაღაცნაირად ჯადოსნურად თავის მეტოქეებს და მეტოქეები მაშინვე ძირს ეცემიან. არა და სინამდვილეში ეს კაცი საერთოდ არ არის სტრაიკერი, იდეაში ჯუდოკაა, ძიუდოს ჭიდაობდა. შემდეგ დაიწყო საერთოდ MMA-ზე ვარჯიში, ვისაც გაქვთ ჩემი წინა ვიდეოები ნანახი, გეცოდინებათ ალბათ, რომ იო სამბალიშიკო პირადადაც ვიცნობ, სადაც ვარჯიშობ ხოლმე იმ დარბაზში ვარჯიშობს. მიხარია რომ მისი UFC კარიერა ესე დაიწყო და ესე მიემართება, საერთოდ ამ წონაში light heavyweight-ში ვფიქრობ, იოზე დიდი პროსპექტი არავინ არ არის, ძალიან დიდი ჰაიპი აქვს ახლა UFC-ში, MMA ფანებიც დიდ ყურადღებას აქცევენ. საინტერესოა იოს კონტენდერების სერიის ისტორია, ის ეჭუბებოდა დაუმარცხებელ მებრძოლს მუჰამედ ალის, ბრაზილიელ მუჰამედ ალის, რომელსაც 5-0-ზე ქონდა ბალანსი, რომელიც მოდის ჯიუ-ჯიტსუდან, ჯიუ-ჯიტსუს მსოფლიო ჩემპიონია და რამდენიმე ორგანიზაციის ჩემპიონია, ძალიან დიდი ჰაიპი ქონდა, როცა კონტენდერებში ჭუბობდა. ასევე ბევრ ცნობილ მებრძოლთან უვარჯიშია მუჰამედ ალის და ბევრ UFC მებრძოლს იცნობს. ფიქრობ, რომ UFC-მ ბარანიევსკი მოიყვანა მუჰამედ ალისთვის, რომ გადაევლო მისთვის, მოეგო და შემდეგ შემოიყვანათ UFC-ში, მაგრამ აქეთ დააფინიშა 20 წამში. ეგრევე გათიშა ბარანიევსკი, მოიპარა მისი ჰაიპი მთლიანად. როგორც თქვი, ჯუდოკა იყო იო ბარანიევსკი, ძიუდოს შეჯიბრებებზე გამოდიოდა ძირითადად პოლონეთში. ეხლა მართალია 8-0-ზე აქვს ბალანსი, მაგრამ პოლონეთში არის ძალიან ბევრი amateur ორგანიზაციები, ამატორული ორგანიზაციები და ამატორული გამოცდილება აქვს, ძალიან დიდი იოს, უამრავი ჭუბი აქვს ამატორულ დონეზე ჩატარებული. ასე რომ შეიძლება ითქვას, გამოცდილებაც არაკლია. 27 წლისაა light heavyweight-ისთვის განსაკუთრებით, ახალგაზრდაა. ჯუდოკაა და თავისი ჭიდაობა ჯერ საერთოდ არ უჩვენებია, არ დაჭირვებია და ვფიქრობ, რომ მსგავსი სტილი ყველაზე საშიშია, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, მართლა კაი გრეპლინგი აქვს, ჭიდაობა შეუძლია და საერთოდ არ ჭირდება ამის გამოყენება, ისე იგებს რა. აი მაგალითად როგორც ილია არის, ხო? ილიასაც ჭიდაობის ბექგრაუნდი აქვს და ისეთი ხელები აქვს ილიას, რომ საერთოდ ძირითადად არ ჭირდება ხოლმე თავისი ჭიდაობის და გრეპლინგის ჩვენება, რაღაცა სპორტის ბეისი რო გაქვს და შემდეგ MMA-ისთვის რაღაც ახალ martial arts რო შეითავსებ და იმ შენი ორიგინალური ბეისის გამოყენება რო საერთოდ არ გჭირდება, ვფიქრობ, მაშინ ხარ ყველაზე საშიში. ველით მოკლედ, მეც პირადად ძალიან ველი მინდა რომ ნახო ბოლო-ბოლო იოს გრეპლინგი და ჭიდაობა. ამ ჭუბში ჯუნიორ ტაფასთან ვფიქრობ, ჭკვიანური იქნება ძალიან რომ ეჭიდაოს, იმიტომ რომ ჯუნიორ ტაფა არის ძალიან კაი სტრაიკერი, კიკბოქსიორია ერთპიროვნულად და რო ჩავხედოთ მის კარიერას, ძირითადად წაგებები, რაც აქვს ხოლმე, ჭიდაობით უგებენ ხოლმე, ბოლო ჭუბი კევინ კრისტიანს მოუგო, ეხლახანს იყო ეგ ჭუბი, მანამდე ორი ჭუბი ზედიზე წაგებული ქონდა და საერთოდ UFC კარიერა ძალიან ცუდად მიდიოდა მისი, სულ 2 მოგება ქონდა 4 წაგების წინააღმდეგ და შეიძლება ითქვას, რომ გადაირჩინა თავი იმ თავისი წინა ჭუბით, რაც ჭუბა კრისტიანთან რაც მოიგო. ნახე რომ UFC-მ გაუგზელა კონტრაქტი, თან ავსტრალიაში იყო თავის ქვეყანაში ჭუბა. ჩვენიერი მოგება იყო კრისტიანთან, თავიდან მართალია კრისტიანმა შეუქმნა ცოტა პრობლემები, ძალიან დიდი ერთი ისეთი ლექი გაარტყა, კინაღამ მოაძრო ფეხი საერთოდ ტაფას, მაგრამ საბოლოო ჯამში პირველივე რაუნდში მოახერხა ტაფამ მისი დანოკაუტება. კრისტიანი ძალიან დაბალი დონის მებრძოლია. თუ გახსოვთ ჩემი პროგნოზები, ჯუნიორ ტაფა მყავდა დაფიქული, საკმაოდ დარწმუნებული ვიყავი მაგ ფიქში. მანამდე როგორც თქვი, ბილი ელიკანასთან აქვს ჭუბი წაგებული, რეარ ნეიქედით ძირს გაგუდა ელიკანამ და იმის წინ ტუკოტოკოსთან მეორე რაუნდში. ტუკოტოკოსმაც მსგავსად გრეპლინგით და ჭიდაობით მოუგო, გრეპლინგით საკმაოდ ადვილად შეიძლება ჯუნიორ ტაფას დამარცხება, ზუსტად ამიტომ დიდი იმედი მაქვს, იო გამოიყენებს თავის გრეპლინგს და ვფიქრობ, თუ ამას გააკეთებს, უადვილესად დაამარცხებს ჯუნიორ ტაფას, მაგრამ არ გამოვიცხავ იმასაც, რომ დგომშივე დაამარცხოს,
გონგშიც აჯობოს. ბილი ელეკანა ვახსენე და ივო ბარანიევსკის ორიგინალური მეტოქე უნდა ყოფილიყო ზუსტად ბილი ელეკანა, უბრალოდ ამოვარდა ტრამვის გამო ელეკანა 2 კვირის წინ და ჯუნიორ ტაფა ჩაჯდა მის მაგივრად. ვიტყვი რომ ივო ბარანიევსკი გადაუვლის ჯუნიორ ტაფას, ბევრად უკეთესი მებრძოლია, ფიქრობ ყველგან უნდა აჯობოს. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ 1.29 აქვს, ბარანიევსკის დიდი ფავორიტია, ტაფას 3.53-ის წინააღმდეგ და ჩემი პიკი იქნება რა თქმა უნდა ივო ბარანიევსკის გამარჯვება. გადავიდეთ და ჩავიდეთ უკვე პრელიმების ჩხუბებზე. შეგახსენებთ რომ დავალაიქოთ ვიდეო, დავაჰაიპოთ ვიდეო. მარკუს მაგი ყავს ჯონ იანისის წინააღმდეგ. მარკუს მაგის უნდა ეჩხუბა იაკუბ ვიკვაჩთან, ამოვარდა ვიკვაჩი და ჩაუჯდა ჯონ იანისი. ბენთემუეითების ჩხუბი გვაქვს 36 წლისაა. მარკუს მაგი შეიძლება ითქვას ასაკშია უკვე, ბენთემუეითებისთვის უკვე დიდი ასაკია, მაინც 36 წლის, მაგრამ გვიან აქვს კარიერა დაწყებული, 10-2-ზე აქვს ბალანსი. MMA-ლებიდან მოდის, კაი სტრაიკერია, მე მომწონს ძალიან მარკუს მაგი, როგორც მებრძოლი. ბოლო ჩხუბი აქვს პიტერიანთან წაგებული და ეს ჩხუბია პიტერიანმა ამის შემდეგ კამარზე ჩხუბი რომ მოიპოვა და მერაბთან იჩხუბა, ანუ ძალიან დიდი შანსი ჰქონდა ეგ ჩხუბი რომ მოეგო პიტერიანთან, შეეძლო ჩვეულებრივად შემდეგი ჩხუბი კამარზე ქონოდა თან ძალიან დიდ ჰაიპს მოპარავდა პიტერიანს. ვერ შეძლო, გვანახა რომ არ არის ჯერ მაგდონეზე მარკუს მაგი. ახლა პიტერიანის შემდეგ ძალიან დიდი ნახტომი ექნება უკან. შეხვდება ჯონ იანის, რომელსაც UFC-ში სულ 2 ჩხუბი აქვს ჩატარებული. ბოლოს იჩხუბა კანადის ქართზე, რომელშიც გამარჯვება მოიპოვა, პირველივე რაუნდში დააფინიშა ჯეიმი სირაი თავისივე ქვეყანაში. იმის წინ ოსტინ ბაშის ეჩხუბა და წააგო, როგორც ვიცი, მაგ ჩხუბის მერე გაუშვეს UFC-დან საერთოდ. ეთყობა დაჭირდათ კანადის ქართზე, ჯეიმი სირაის მახსოვს მეტოქე ამოუვარდა და short notice-ზე ჩაუსვეს. მიცეს შანსი კიდევ ერთხელ იანის და აგერ მოიპოვა გამარჯვება და როგორც ხედავთ დარჩა დატოვეს UFC-ში. ფიქრობ საერთო ჯამში მარკუს მაგი უკეთესი მებრძოლია ჯონ იანისზე, მაგრამ იმასაც ვიტყვი რომ ძალიან კაი სტრაიკერია ჯონ იანისი, ზუსტად გონგში მოიგო თავისი წინაჩხუბი, არ იქნება მაგისთვის ადვილი, ისეთი ადვილი უბრალოდ როგორიც ხალხს გონია. თან კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ 1.20 აქვს კოეფიციენტი მაგის, ხოლო იანის 4.55, ძალიან დიდი ანდერდოგია იანისი. არ ვეთანხმები, არ ვფიქრობ ნაღდად ამ ხელა ანდერდოგი რომ უნდა იყოს, იმიტომ რომ ორივე სტრაიკერი მებრძოლია, ორივე სწრაფი ხელები აქვს და სულ არ ვფიქრობ რომ ძალიან მარტივად მოუგებს მაგი იანის, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ვფიქრობ რომ მაგი უკეთესი მებრძოლია და ამ ჩხუბში უნდა დარჩეს გამარჯვებული. გადავიდეთ შემდეგ ჩხუბზე, ბრუნო სილვა ედგარ შაირეზის წინააღმდეგ. ბრუნო სილვა 36 წლის flyweight-ის მებრძოლი, ასაკშია ბრუნო სილვა 36 წლისაა, flyweight-ისთვის უკვე დიდი ასაკია. ბოლო ჩხუბი წაგებული აქვს ჩარლზ ჯონსონთან, split decision-ი წააგო. ფიქრობ უნდა მოეგო ეგ ჩხუბი, თან ბრუნო სილვა ყავდა დაფიქული, ბალეში გობდი, ფიქრობ რომ საჯებმა წაართვეს ეგ ჩხუბი. ანდერდოგი იყო, დიდი ანდერდოგი იყო, იმის წინ ჰიუნგსუნ პარკს მოუგო, მანაც ანდერდოგი იყო. მომწონს ძალიან სილვა ძირითადად სულ ფიქავ ხოლმე, თან ძირითადად ანდერდოგია ხოლმე და ვიცი რომ მართლა კარგი მებრძოლია და თითქმის ყველასთან აქვს მას შანსი. ჰიუნგსუნ პარკის წინ 2 ჩხუბი, ზედიზედ რაც აქვს წაგებები, ორივე აქვს flyweight-ის უმაღლეს დონეზე, ერთი მოდის ჯოშუა ვანთან, ჩემპიონთან და მეორე მანელ კაპესთან, რომელიც პირველი მეორე ნომერია. მართალია ორივე მებრძოლმა დააფინიშა ბულდოგ სილვა მესამე რაუნდში, მაგრამ ბოლომდე ედგა, ერთი ნაბიჯი უკან არ გადაუდგავს არც ერთ ჩხუბში, ზუსტად მაგიტო ძალიან ვაფასებ და ძალიან მომწონს. იმის წინ კოდი დურდენი ყავს გათიშვილი, ტაისონ ნამი დაფინიშებული, ვიქტორ როდრიგეზი დაფინიშებული და ჯიპი ბაისი ასევე დაფინიშებული. ფინიშერია ეს კაცი, სულ ცდილობს რომ რაღაცა მოუნახოს თავის მეტოქეს, ხოლო ედგარ შაირეს რაც შეეხება 30 წლისაა, შედარებით უფრო ახალგაზრდაა. მასაც სილვას მსგავსად აქვს ჩხუბი ჯოშუა ვანთან ჩატარებული, ძალიან მაგარი ჩხუბი და ვფიქრობ, საერთოდ ედგარ შაირესმა უფრო კარგად იჩხუბა ვანთან ვიდრე სილვამ. სილვა დაფინიშდა ბოლოს, შაირეზი არ დაფინიშებულა, decision-ი იყო
და ქონდა კიდევაც მომენტი იმ ჯგუფში, როცა spinning elbow გაარტყა once და შეაბარბაცა, რაღაც სხვა კაი დარტყმებსაც უტარებდა, მართალია ჯოშუა once ყავდა დაროკილი დიდი ხანი, აწვებოდა, უბრალოდ გამძლეა მართლა ძალიან შაირეზი და ვერ მოახერხა one-მა მისი დაფინიშება. საბოლოო ჯამში ძალიან კაი ჯგუფი იყო. ორმოგებიანი winning streak-ით მოდის. ბოლოს ფილიპე ბუნეს მოუგო და იმის წინ CJ უერგარა პირველ რაუნდში დააფინიშა. ფილიპე ბუნესთან ბოლო ჩხუბი არ მომეწონა, split decision-ით აქვს მოგებული და ძალიან ჩვეულებრივად შეიძლებოდა ბუნესისთვის რომ მიეცათ ეგ ჩხუბი. საერთოდ არ გავდა თავის თავს, რაღაცნაირად ყოყმანობდა, რაღაცა თითქოს აკავებდა და არ მიდიოდა და არ მიყვებოდა ბუნეს, არ ვიცი რაღაც უცნაური ჩხუბი იყო მოკლედ, მაგრამ წინა ჩხუბები რაც აქვს ნაჩხუბარი და მოგებები, კარგად აქვს, მართლა კარგი მებრძოლია. ტაცურო ტაირასთან აქვს თავისი დებიუტი ჩატარებული, წაგებული აქვს decision-ით, მაგრამ იყო მომენტი მაგ ჩხუბში, ნოკდაუნი მიცა ტაცუროს, აღიდგინა ტაცურო, მოგეხსენებათ ტაცუროც ასევე რა გამძლეა, სულ ეხლა ხანს ვნახეთ ჯოშუა ვანთან ტაცურო ტაირას ჩხუბი კამარზე. და რეები აიტანა ტაცურო ჯოშუასგან, ეგეც კარგად გვახსოვს. სტრაიკერია შაირეზი, მექსიკელია, მექსიკური მწარე კრივი აქვს და გრეპლინგი აქვს კიდე ძალიან მაღალი დონის, მუშაობს ქვემოდანაც ძალიან კარგად, არმბარებზე გადადის, ტრაიანგლებს კრავს. ესე მოჭიდავე არ არის, თვითონ საერთოდ არ ჭიდაობს ხოლმე, არ შედის ხოლმე, მაგრამ თავის მეტოქემ თუ მოინდომა ერთვება გრეპლინგში და აქვს საბმიშენებიც. ბრუნო სილვაც მსგავსი სტილის მებრძოლია, მასაც ძირითადად დგომში უყვარს ჩხუბი. ალბათ ბრუნო სილვას ცოტა უფრო უყვარს ტეიქდაუნები. ბრუნო სილვასაც საკმაოდ მაღალი დონის ჯიუ-ჯიტსუ აქვს. ძალიან კაი მეჩაპია, ძალიან თანაბარი დონის მებრძოლები არიან და იქნება საკმაოდ ახლო ჩხუბი. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, 1 და 79 აქვს სილვას, შაირესა აქვს 2 და 13, როგორც თქვი, ძალიან ახლო არ არის გუშები, მაგრამ ასე თუ ისე ახლოა. ფავორიტია მოკლედ ბრუნო სილვა და ამ დაპირისპირებაშიც მომწონს უფრო ბრუნო სილვა და ჩემი საბოლოო პიკი იქნება, რომ ბრუნო სილვა მოახერხებს და დაამარცხებს ედგარ შაირეს. გადავიდეთ შემდეგ ჯგუფზე, ქალების დაპირისპირება, ჩელსი ჩენდლერი, პრისილა კაშოიერას წინააღმდეგ. ეს ჯგუფი გვაქვს ქალების ბენთემოითებში, ანუ ყველაზე მაღალ ზონაში. ძალიან დაბალი დონის ჯგუფია, ქალების ძალიან დაბალი დონის მებრძოლები არიან ორივე, ერთს 6-4-ზე აქვს ბალანსი ჩელსი ჩენდლერს, პრისილა კაშოიერას 13-8-ზე აქვს, 37 წლისაა კაშოიერა, ასაკშია უკვე. ფიქრობ თავისი კარიერის ბოლოსაა, თავის ბოლო 5 ჯგუფში 4 წაგება აქვს, რომლიდანაც 3 ფინიშია. ბოლოს კლაუდია სიგულამ მოუგო და იმის წინ ჯოსელინ ედვარდსმა გათიშა უგონოთ პირველ რაუნდში. მის მეტოქე ჩელსი ჩენდლერსაც შეეხება, არც მას არ აქვს კარგად საქმე, ბოლო 4 ჯგუფში 3 წაგება აქვს. ისიც დაფინიშდა ბოლო ჯგუფში ჯოსელინ ედვარდსის წინააღმდეგ. როგორც თქვი, ქალების დაბალი დონის ჯგუფია. ძალიან ბევრს არ ვილაპარაკებ ამ ჯგუფზე, მაგრამ ერთადერთი რაც არის, რაც მომწონს ამ ჯგუფში, არის ფინიშის შანსი. მოგეხსენებათ, ქალების ჯგუფში დიდად ქალები არ გამოირჩევიან ხოლმე ფინიშებით, მაგრამ ამ ჯგუფში ვფიქრობ, შეიძლება რომელიმე მებრძოლმა დააფინიშოს თავისი მეტოქე. უფრო გადავიხრები კაჩოიერას მხარეს, რადგან ძალიან აგრესიული სტილი აქვს, ერთპიროვნულად არის სტრაიკერი. Ground skill-ები 0 აქვს ამ გოგოს, ჩელსი ჩენდლერს აქვს რაღაც ground skill-ები, გაუკეთებია რამდენჯერმე takedown-ი, მაგრამ ბოლო ჩხუბებში არ გვინახავს, ძირითადად დგომში ჩხუბობს ხოლმე, ამიტომ ვფიქრობ დგომში გაიმართება ეს ჩხუბი და ვფიქრობ რომელიმე შეიძლება დაიჭიროს რამე დარტყმაზე თავისი მეტოქე, განსაკუთრებით როგორც თქვი, პრისილა კაშოიერასგან ველოდები ამას. ძალიან თანაბარი კოეფიციენტები გვაქვს, ოდნავ ანდერდოგია კაშოიერა, 1 და 98 აქვს, 1 და 79 აქვს ჩელსი ჩენდლერს და მოკლედ მივენდობი კაშოიერას მის ამ აგრესიულობას და ვფიქრობ შეიძლება რამეზე დაიჭიროს ჩელსი ჩენდლერი. ან დააზიანოს ძალიან და decision-ით მოიპოვოს გამარჯვება, ამიტომ ჩემი პიკი იქნება პრისილა კაშოიერა. ჯორდან ლევიტი, ჯო ანდერსონ ბრიტოს წინააღმდეგ, featherweight-ების ჯგუფი. ჯორდან ლევიტი lightweight-ში მოღვაწეობდა, როგორც იცით,
აჩხუბარი აქვს ჩეის ჰუპერთან, პედი პიმბლეტთან, ორივე წაგება აქვს მართალია, მაგრამ მანამდე აქვს მოგებები UFC-ში, იკლებს ახლა ჩადის featherweight-ში. featherweight-ში დიდი არის, კარგად გამოიყურებოდა წინა ჩხუბში საკმაოდ, პირველად იჩხუბა featherweight-ში, იადიერ დელვალეს ეჩხუბა და მოუგო ყველასგან გასაკვირად, დიდი საკმაოდ დიდი underdog-ი იყო და თავისი ჭიდაობით მოუგო ზუსტად დელვალეს 3 რაუნდი ჩაყავდა ძირს და აკონტროლებდა. ზიანს საერთოდ ვერ აყენებდა, საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია მაგ მხრივ აქ ჩხუბში ჯორდან ლევიც. იმის წინ კურტ ჰოლობა ყავს პირველ რაუნდში ანაკონდათი დამარცხებული და როგორც ხედავთ, ერთპიროვნულად გრეპლერია, ძალიან ოუქვარდ სტილი აქვს სტრაიკინგის. ვფიქრობ, არ აქვს საერთოდ მაღალი დონის სტრაიკინგი, მაგრამ ჭიდაობს კარგად და კარგი გრეპლინგი აქვს თან. featherweight-ში ჩავიდა, დიდი არის featherweight-ისთვის. დელვალეც საკმაოდ დიდი არის და ბევრად ჯანზეა ჯორდან ლევიტთან შედარებით, მაგრამ მოახერხა თავისი სკილებით ჯორდან ლევიტმა და გააკონტროლა დელვალე ძირს. ჯო ანდერსონ ბრიტუს რაც შეეხება, ჯო ანდერსონ ბრიტუ არის ბრაზილიელი გიჟი კაცი, არ მგონია ამ კაცს თავში ყველაფერი რიგზე კონდეს. საინტერესო ფაქტი ბრიტუზე არის ის, რომ 2021 წელს დანა ვაითის კონტენდერების სერიაში აქვს მოპოვებული კონტრაქტი, ეს გამარჯვება აქვს დიეგო ლოპეზის წინააღმდეგ, რაც ძალიან მაგარი მოგებაა დამეთანხმებით. დიეგო ლოპეზი featherweight-ის თავშია ახლა, აგერ ბოლო ორი ჩხუბი ქამარზე იჩხუბა. იმის შემდეგ UFC-ში შემოვიდა, ალჯეოსთან პირველი ჩხუბი წააგო decision-ით, მაგრამ იმის მერე 5 ჩხუბი იჩხუბა და 5-ვე ფინიში აიღო. ძირითადად სტრაიკერია, ძალიან ფეთქებადი სტილი აქვს. ძალიან ძლიერია, მართლა ისეთ მოსაკლავად იქნევს სულ დარტყმებს და აქვს როგორც ნოკაუტები, ასევე საბმიშენები, ძირსაც აქვს ground skill-ები, უყვარს გილიოტინა, თავის აღება ძირითადად. ბოლო 3 ჩხუბში 2 წაგება აქვს, ბოლო ჩხუბი მოიგო პეტ საბატინისთან და უილიამ გომისთან აქვს წაგება. ფიქრობ ამ კაცის ჭიდაობით შეიძლება დამარცხება თუ მძიმე ჭიდაობები ზუსტად იმ სტილით, რაც ლევიც აქვს. ნახეთ ჩვენ საბატინი სუფთა ჭიდაობით მოუგო, მაგრამ ლევიტი არ მგონია საბატინისნაირი გრეპლერი და მოჭიდავე, ძალიან ფიზიკურია საბატინი. ყველა ტეიქდაუნს რასაც უკეთებდა საბატინი, არიცავდა თავს ესე სუფთად ანუ სპროლს არ აკეთებდა, უღებდა კისერს და ცდილობდა რომ დაეფინიშებინა მასე კისერი გამოეცილკავებინა. ამ ჩხუბში ლევიტი შეეცდება ტეიქდაუნებს ბრიტუს წინააღმდეგ და შანსი ექნება ბრიტუს რომ აუღოს კისერი და გაგუდოს თან ლევიტი გვინახავს ჩვენ საბმიშენით აქამდე დაფინიშებული ან ამ კისრის აღებით უბრალოდ კარგი პოზიცია მოიპოვოს ძირს და შემდეგ თვითონ აქეთ დაუწყოს მუშაობა დაამარცხებს ჯორდან ლევიტს ჯო ანდერსონ ბრიტუ. ვფიქრობ დგომში აუცილებლად აჯობებს, ტეიქდაუნებისგან დაიცავს თავს და შეიძლება აქეთაც ეჭიდაოს. ან თუ ჩაიყვანა ძირს ლევიტმა, სკრემში ჩაითრევს და საბოლოო ჯამში ვფიქრობ დარჩება გამარჯვებული. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, 2 და 53 აქვს ლევიც არის underdog-ი, ბრიტუს აქვს 1 და 54 და როგორც თქვი, ჩემი პიკი ჯო ანდერსონ ბრიტუ. ხალების კიდევ ერთი ჩხუბი, ჯეისლა შავესი, იუნესი დუბენის წინააღმდეგ, ორივე მოდიან დანა ვაითის კონტენდერების სერიიდან. დუბენს აქვს ძალიან მაგარი ნოკაუტი აღებული კონტენდერებში, ალბათ ქალების დივიზიონში, კონტენდერებში ერთ-ერთი საუკეთესო ფინიშია, მაგრამ რო ჩავხედე მის ჩხუბებს, მანამდე ძალიან დაბალ დონეზე აქვს ნაჩხუბარი. შემდეგ UFC-ში კარლი ჯუდის შეახვედრეს და პირველივე რაუნდში ჰედკიკი წააგო. მართალია არ არის ძალიან ცუდი წაგება ეს, იმიტომ რომ კარლი ჯუდისი ძალიან მომწონს, მე ძალიან მაგარი გოგოა, ძალიან მაგარი სტრაიკერია, ვფიქრობ ტოპ 15-ში მალე შევა. ხოლო შავეს რაც შეეხება, ის დებიუტს გააკეთებს. მას decision-ით აქვს, split decision-ით აქვს მოგებული კონტენდერებში, უფრო თავისი ტექნიკურობა აჩვენა, დუბენს პირდაპირ ნოკაუტი აქვს აღებული და ბევრი არაფერი არ უჩვენებია იმ ჩხუბში, პირველივე წუთზე დაამარცხა თავისი მეტოქე. 1 და 24 აქვს შავეს, ძალიან დიდი ფავორიტია დუბენის 3 და 95-ის წინააღმდეგ. არ მგონია რომ სამართლიანი იყოს. ვფიქრობ საკმაოდ თანაბარი ჩხუბი იქნება, დუბენს ექნება შანსი რომ გათიშოს შავეზი. შავეს კი საპირისპიროდ ვფიქრობ უფრო ტექნიკურია
და ვფიქრობ, რომ შეიძლება უფრო აუკრიფოს და decision-ით მოუგოს. საბოლოო ჯამში ავიჩევ შავეს და ჩემი პიკი იქნება შავესის გამარჯვება. და მივადექით ბოლო ჯგუფს, კეტლინ სოუზა, არნიალი კანელოსის წინააღმდეგ, მესამე ქალების ჯგუფი. ეს ჯგუფი არის რემატჩი. ამ გოგოებს UFC-ს გარეთ აქვთ ნაჩხუბარი ერთხელ 2019 წელს მესამე რაუნდში არნიალი კანელოსი დაამარცხა კეტლინ სოუზა ბოდიკიკით. ტიპკიკი იყო, ტანში მოხდა, რო შევხედოთ ამ ორ მებრძოლს იმ ჯგუფში 2019 წელს. ნახავთ კეტლინ სოუზას სრულიად განსხვავებულ ვერსიას. ეხლა ვფიქრობ თლიანად შეცვლილია, ისევე როგორც ფიზიკურად, ასევე MMA-ის მხრივადაც ძალიან გაზრდილია სოუზა. იმის შემდეგ ბევრი მოგება აქვს მოპოვებული, UFC-შიც ნორმალურად გამოიყურება. ხოლო კარნელოსის რაც შეეხება, ვფიქრობ კარნელოსი იმ ჯგუფში სკილებითაც და ფიზიკურად შესახედაობითაც, რაც იყო ზუსტად იგივეა ეხლაც. მაშინაც უდიდესი ტრაპეციებით და ბიცეპსით, ეს ჯუჯა გოგო დაკუნთული იგივე სკილებით, რა ვიცი, ეხლა რა ჯგუფებსაც უყურებ კარნელოსისაც, ზუსტად ერთნაირად ჯგუფობს. ყველა ჯგუფში ძირითადად თავისი სტილი აქვს, თავის ფიზიკურობაზე და ძალაზე აგებული. ძალიან დიდი კუნთები აქვს მართლა, ბევრ კაცს შეშურდებოდა. აზე არ ვარ ამხელა ბიცეპსი საიდან გაეზარდა ამ პატარა გოგოს. როგორც თქვი, კარნელოსისგან ბევრი არაფერი ცვლილება და განვითარება არ მაქვს ნანახი, ხოლო კეტლინ სოუზასგან დავინახე ეს და ზუსტად ამიტომ ჩემი პიკი იქნება, რომ ამ რემატჩში ახლა კეტლin სოუზა დაამარცხებს არიანი კარნელოსი. 1.34 აქვს სოუზას, კარნელოსის 3.17-ის წინააღმდეგ. სულ ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო. დიდი იმედი მაქვს, კარგად წამოვა ჩემი ეს პიკები. გავაგრძელებთ წინა ჩინეთის ქართს იგივე წარმატებით. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება, თუ მოგეწონათ ვიდეო, იმედია ჩემი პიკები დაგეხმარებათ თქვენი პიკების გაკეთებაში. გამოიწერეთ არხი და დამიწერეთ კომენტარები, რას ფიქრობთ საერთოდ ამ ჯგუფებზე და რას ფიქრობთ ასევე ჩემ პიკებზე. დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს, მექნება ბეტინგ ვიდეო ტრადიციულად. განვიხილავ ამ ქართს ბეტინგის მხრივ და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace out.